რა განაჩენს გამოუტანს რეჟიმი პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარია საქალაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს დასკვნითი სხდომა კახაბ კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროცესები საქალაქოში ოპოზიციონერი ლიდერის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა ოცნების პროკურატურამ ბანერს, რომელსაც ელენე ხოშტარიამ უკანონოდ დაკავებული სტუდენტის სოლიდარობის ნიშნად რუსული ოცნება მიაწერა, ექსპერტიზაც ჩაუტარა. ეგრეთ წოდებული დაზიანება 570 ლარად შეფასდა. პროცესზე მიიტანეს დალუქული მარკერიც. ოცნების სასამართლო ოპოზიციონერ ლიდერს სისხლის სამართლის წესით ასამართლებს, რეალურად კი საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის დაზიანება ადმინისტრაციული საქმეა და მხოლოდ ჯარიმას იწვევს. ლიზი ვეკუა უერთდება საქალაქოდან ფორმულას პირდაპირ ეთერს. არ მოვდივარ სასამართლოს ხდომაზე, რადგან არ ვაღიარებ რუსულ რეჟიმს, კვლავ ეს გზავნილები გაახმოვანა და გამოგზავნა სასჯელ აღსრულებიდან ელენე ხოშტარიამ, რომელიც ამბობს და ამდენი თვის განმავლობაში არ იღებს მონაწილეობას მის სასამართლოს ხდომებში, რადგან ის თვლის, რომ არ ჩაუდენია დანაშაული და ასევე არ აღიარებს არც სასამართლოს და არც ქართულ ოცნებას. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე თუ რა მოხდა ამ ყველაფერზე მოგიყვებით, თავდაპირველად გამოიკვლეს წერილობითი მტკიცებულებები და ამით დასრულდა ელენე ხოშტარიას კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის საქმის არსებითი განხილვა და შემდეგ სასამართლოს ხდომაზე 10 მარტს სავარაუდოდ უნდა მოვისმინოთ თუ რამდენი წლით გაუშვებენ მას ციხეში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სოლიდარობა გამოუცხადა სამოქალაქო აქტივისტ მეგიდი ასამიძეს, რომელიც ასევე დაკავებული იყო სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან მან დაწერა რუსული ოცნება კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე და ელენე ხოშტარიამაც სოლიდარობის ნიშნად კახი კალაძის ბანერზე რუსული ოცნება დააწერა, რის შემდეგაც ის დააკავეს და უკვე 6 თვეა, რაც სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ამ ყველაფრის ფონზე მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე არ მოგვისმენია დასკვნითი სიტყვები და ვიდრე ამ ყველაფერთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ელენე ხოშტარიას პოზიცია კვლავ არის უცვლელი, ის არც საბოლოო სიტყვის თქმას აპირებს და არც დასკვნით სიტყვაზე გამოცხადებას. მან თავის სახაზინო ადვოკატს განუცხადა, რომ შეუძლია მან თქვას დასკვნითი სიტყვა, თუმცა ის არ აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში. ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარე, როგორც ამტკიცებს, დღესაც იყო მზად, რომ ეთქვა დასკვნითი სიტყვა, თუმცა ჩვენ კითხავთ, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი ამდენი ხნის განმავლობაში, მან ვერ უპასუხა და ასევე ბრალდების მხარე ამბობს იმასაც, რომ ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც აუცილებლად უნდა დასაბუთდეს გამამტყუნებელი განაჩენით, სწორედ ამიტომ მათ ამ ყველაფრის მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება სახაზინო ადვოკატის პოზიციას, სახაზინო ადვოკატი შემდეგ პროცესზე იტყვის დასკვნით სიტყვას. დღევანდელ პროცესიც არ გამოცხადდა ბრალდებული, ის აქამდეც არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე. და მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი პროცესიც გადადებული იყო, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგი პროცესისთვის კიდევ ერთხელ მისცემოდა შესაძლებლობა ბრალდებულს მოისმინა დასკვნითი სიტყვებისთვის, მათ შორის ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვისთვის, თავადაც დაცვის მხარეს ესარგებლა დასკვნითი სიტყვით და ასევე ბრალდებულს ესარგებლა საბოლოო სიტყვით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ამის მოლოდინი აქვს კონივრეცმებმა სტანდარტით. ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა აღნიშნულის საფუძველს. ბრალდების მხარის 70 ლარიანი ზიანი შეიძლება 5 წლამდე პატიმრობას უდრიდეს ამ მოსამართლემ განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ გაუგზავნეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ასევე სასამართლოს ხდომის ოქმებს, რათა სრულად იყოს ინფორმირებული პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მე ჩემის მხრივ მოსამართლეს განუცხადა, რომ გუშინ ელენე ხოშტარიას შევხვდი და მათ შორის მეც შევთავაზე რეალურად, რომ ხდომის ოქმების ასლები გამომეთხოვა და მისთვის შემეტანა, რათა ინფორმაცია სრულად ქონოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაზეც უარი განმიცხადა მას და ზუსტად ეს მოვახსენე სასამართლოს, მან განმიცხადა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაზე ამბობს უარს და შესაბამისად მე რა თქმა უნდა არ ვიტყვი და ვიხამძღვანელებ მისი პოზიციით. საბოლოო სიტყვასთან დაკავშირებითაც ვკითხე, რომ ხომ არ სურს რომ მოვიდეს და საბოლოო სიტყვით მაინც მიმართოს სასამართლოს, რაზეც ასევე განმიცხადა უარი. აბსოლუტურად უსამართლო არის მთლიანად ეს არსებითი განხილვა და სასამართლოც დღეს თავისი გაგებით ამ ქვეყანაში, მაგრამ მე რასაც ვუყურე და რასაც დავაკვირდი, წარმოუდგენლად ირონიული პროცესი იყო დღეს, იმიტომ რომ ელენე ხოშტარიას თავიდანვე გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ რეჟიმი ქვეყანაში და შესაბამისად მის სტრუქტურებს არ აღიარებს. არ ესწრება პროცესებს, საზოგადოებრივი ადვოკატი ყავს, რომელმაც გააჟღერა ეს პოზიცია და მოსამართლემ თქვა, რომ გადავდოთ მაინც პროცესი, რადგან ერთ დღეში და ორ დღეში ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს და შეიძლება ელენემაც პოზიცია შეიცვალოს, რაც რავი, სიცილი ვერ შევიკავეთ მაგ დროს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება, ამიტომ მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ეჭვი არ მიყარება ელენე ხოშტარიას სიმტკიცეში.
ელენე ხოშტარია კახიკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 15 სექტემბერს დააკავეს. მას სახელმწიფო ბრალდება ედავება, რომ 570 ლარიანი ზიანი მიაყენა კახიკალაძის საარჩევნო ბანერებს, რის შემდეგაც ის სასჯელ აღსრულებაში იმყოფება. მათ შეუფარდეს აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო, თუმცა როგორც აღნიშნა ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის არ ეთანამშრომლება რეჟიმს, სწორედ ამიტომ არ გადაიხადა მან ეს ჯარიმაც და 10 მარტს გვეცოდინება უკვე თუ რამდენი წლით შეიძლება გაუშვან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი სწორედ სოლიდარობის და კახიკალაძის საარჩევნო ბანერზე რუსული ოცნების დაწერის გამო.